Სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის ქონება და მესაკუთრე და წილები სრულად დაყადაღებულია სასამართლოს განჩინების ჩაბარების შემდეგ არხის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამია შეფასებით სარჩელს ხანდაზმულობის ვადა ამოწურული აქვს და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის პოლიტიზებას ამტკიცებს. ხელისუფლების წევრთა განცხადებით კი საქმე მხოლოდ ორი სუბიექტის სამართლებრივ დავას ეხება. შენობა სანდრო ეულის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი შეპესე ტელეკომპანია საქართველოს კაპიტალი ბოლოს 3 წლის განმავლობაში შეძენილი ქონება რუსთავიორის გენერალური დირექტორის ინფორმაციით სამაუწყებლო კომპანიის სხვა დანარჩენ ქონებასთან ერთად დაყადაღებულია. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის განჩინება რუსთავიორში დღეს მიიღეს. ჩვენ აკრძალული გვაქვს ნებისმიერი სახის ურთიერთობა საბანკო ინსტიტუციებთან, ვერ ავიღებთ ვალს, კერძო პირისგან ვერ ავიღებთ კრედიტს ბანკისგან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ გავაქირავებთ ჩვენ შენობებს, ეკრანებს და ასე შემდეგ, რაც გაქირავებული გვაქვს და ვიღებთ აქედან შემოსავალს. ასვლას სატელიტზე ჭირდება საბანკო გარანტია, რისი აღების უფლება ჩვენ აღარა გვაქვს. უცხოელებისგან რამის შესყიდვას ჭირდება ბანკიდან აკრედიტივის აღება, რისი უფლება ჩვენ აღარა გვაქვს. რუსთავიორი განჩინებას გაასაჩივრებს სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სარჩელი ხანდაზმული და დაუსაბუთებელია. ნიკა გვარამია მოსამართლეს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ სარჩელის განხილვა მას სწორედ ამ ნიშნით დაეწერა. მოსამართლემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი 5 აგვისტოს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა. ბიზნესმენის ადვოკატი სასამართლო გადაწყვეტილების ობიექტურობაში დარწმუნებულია. ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს, სარჩელს აქვს თუ არა ხანდაზმულობის ვადა და წინასწარ აპრიორი ამის თქმა, ასე ვთქვათ, ნებისმიერი იურისტ შეიძლება ქონდეს თავისი მოსაზრება სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. ეს არის ერთი იურისტის ნიკა გვარამიას მოსაზრება, რომ ეს სარჩელი არის ხანდაზმული. სამაუწყებლო კომპანიას პრეტენზიები არა მარტო სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართაც აქვს. რუსთავიორში ფიქრობენ, რომ პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია. ეს საქმე არის კაფიოდ პოლიტიზირებული და არავითარი კავშირი საკუთრების უფლებასთან და დარღვეული უფლების აღდგენასთან მას არ აქვს. მთავრობა და ხელისუფლება ელოდებოდა საზოგადოების რეაქცია როგორი იქნებოდა. მას შემდეგ რაც ნახა, რომ საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მწვავე, ამ გადაწყვეტილებიდან ამოვიდა ერთი უმთავრესი პუნქტი, უარი ეთქვა მოსარჩელეს ჩვენი ანგარიშების დაყადაღებაზე. ანგარიშების დაყადაღება მოგეხსენებათ, ეს იქნებოდა ჩვენი ორგანიზაციის კომერციული სიკვდილი. ჩვენივე განცხადები ჩვენ უარი ვთქვით საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე. ჩვენი განცხადება შევიდა და ჩვენ თვითონვე ვთქვით უარი ამ მოთხოვნაზე, იმიტომ რომ არ გვინდა არც ერთი წუთით შეფერხეს ტელეკომპანიის ჩვეულებრივი საქმიანობა. ეჭვების გასაქარვებლად, რომელიც პოლიტიკურ კონტექსტს უკავშირდება სამართლებრივი პროცესების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი ამ პროცესის მიღმა შეიძლება პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ეს ეჭვები ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით კიდევ უფრო მყარდება. საქართველოში მედიის თავისუფლების და პლურალიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ამ ეჭვის გაქარწყლება, რისთვისაც პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს და ტელეკომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. ხელისუფლების შეტევა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ასიაფასებენ ოპოზიციაში რუსთავიორის ქონების დაყადაღებას. მართლ გუნდში კი პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ კერძო სამართლებრივი დავა დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გადაწყვეტოს. ზინემენიშვილის ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება, როგორც თქვი, ახლა ამ საქმეში მას ხელს უშლის საზოგადოების თავისუფალი ნება და რუსთავიორი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ საზოგადოების ინფორმირებას ახდენს. სხვა ხედვა მათ იმისთვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ, არ გააჩნიათ, უნდა შეუზღუდონ საზოგადოების ინფორმაციის წყაროები და ამიტომ არის რუსთავიორი სამიზნე მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს არის მხოლოდ სასამართლოს გადასაწყობი და ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევა ამ საკითხში და პოლიტიკოსების მხრიდან ჩარევა მიმაჩნია აბსოლუტურად დაუშვებელად. დღესდღეობით საქართველოში არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი, ობიექტური სასამართლო, რომელიც მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას ყოველგვარი ზეწოლების და ყოველგვარი სხვა, ასე ვთქვათ, ინსინუაციების გარეშე. სამაუწყებლო კომპანია სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს. რუსთავიორი ითხოვს სააპელაციო სარჩელის განხილვა ზეპირი მოსმენით, საჯაროდ და მოსამართლეთა კოლეგიის მონაწილეობით მოხდეს.